მიუხედავად იმისა, რომ რუსეთმა სტამბოლში უკრაინასთან მოლაპარაკებებზე გადაწყვეტილების მიმღები პირების გარეშე გაგზავნა დელეგაცია, შეხვედრა მაინც გაიმართება. ამის შესახებ დღეს უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ თურქეთის პრეზიდენტთან რეჯეფ თაიპ ერდოღანთან შეხვედრის შემდეგ ისაუბრა. თავდაპირველად ვოლოდიმირ ზელენსკიმ უკმაყოფილება გამოთქვა რუსული დელეგაციის შემადგენლობასთან დაკავშირებით და მას ბუტაფორიაც კი უწოდა. ზელენსკიმ ასევე აღნიშნა, რომ თურქეთმაც და უკრაინამაც მაღალი დონის დელეგაციები წარმოადგენს, თუმცა რუსეთის მიერ გამოგზავნილი დელეგაცია მათ არასერიოზულობაზე მიუთითებს. ამის მიუხედავად უკრაინის პრეზიდენტი ამბობს, რომ ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტის დონალდ ტრამპისა და რეჯეფ თაიპ ერდოღანის მიმართ პატივისცემის ნიშნად და ასევე ომის დასრულებისთვის სულ მცირე პირველი ნაბიჯის გადასადგმელად სტამბოლში დელეგაცია მაინც გაემგზავრება. უკრაინა ხედავს, რომ რუსეთი მოლაპარაკებების მიმართ სერიოზულად არ არის განწყობილი, მაგრამ გაუგზავნით დელეგაციას სტამბოლში, თავდაცვის მინისტრის ხელმძღვანელობით. ახლა ჩვენ ამერიკის შეერთებული შტატებისა და თურქეთისგან სტამბოლში შეხვედრის დროის შესახებ ინფორმაციას ველოდებით. თუ დღეს ტექნიკურ დონეზე ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებას მივაღწევთ, ვლადიმერ პუტინთან შეხვედრის გამოტოვება შესაძლებელი იქნება. სტამბოლში არაფერი მაქვს გასაკეთებელი. რუსეთმა განაცხადა, რომ პუტინი პირდაპირ მოლაპარაკებებისთვის მზად იყო. შემდეგ კი ყველაფერი შეიცვალა. ჩვენ პირდაპირ მოლაპარაკებებისთვის მზად ვართ. თუ პუტინი მზადაა პირდაპირ მოლაპარაკებებისთვის, შევხვდეთ. ჩვენ აქ ვართ, მაგრამ ის არც აქ არის და არც სტამბოლში. ჩვენ არ შეგვიძლია მსოფლიოს გარშემო სირბილი მის საძებნელად. თუმცა ზელენსკის მოწოდებას ვლადიმერ პუტინთან პირდაპირ დიალოგის შესახებ კრემლის მხრიდან მკვეთრი რეაგირება მოჰყვა. ჯერ კიდევ მაშინ, სანამ დელეგაციები თურქეთში გაემგზავრებოდნენ, რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა უკრაინის პრეზიდენტის საწყალ ადამიანად მოიხსენია და განაცხადა, რომ ცეცხლის შეწყვეტა უკრაინას შემდეგი მოლაპარაკებებისთვის გასაძლიერებლად სჭირდება. თავიდან ზელენსკი რაღაც განცხადებებს აკეთებდა. ის მოითხოვდა, რომ პუტინი პირადად ჩასულიყო სტამბოლში. საწყალი ადამიანია. ეს ხომ ყველასთვის გასაგებია, გარდა თავად ზელენსკისა და მისი მმართველებისა. შემდეგ მას თავისმა უფროსმა მეგობრებმა აუხსნეს, რომ არ ღირს ასე სულელურად მოქცევა და რომ საჭიროა მოლაპარაკებები. სხვათა შორის ეს ბოლო 3-4 დღეა დასავლეთი სიტყვებს ცეცხლის შეწყვეტას აღარ იყენებს. რისთვისაა საჭირო ცეცხლის შეწყვეტა? იმისთვის, რომ უკრაინა გაძლიერდეს და მოლაპარაკებებისთვის მოემზადოს. მაკრონს კი აუხსნეს, რომ ახლა ამის დრო არ არის და რომ ამერიკელებმა ჩვენი პრეზიდენტის წინადადებას მხარი დაუჭირეს. საჭიროა შანსი მივცეთ მოლაპარაკებებს. არავინ იძლევა იმის გარანტიას, რომ ყველაფერი პრობლემის გარეშე ჩაივლის. პირიქით, პრობლემები აუცილებლად იქნება, როგორც ეს 3 წლის წინ სტამბოლში მოხდა. ბრიტანელები ზელენსკის მსოფლიო პოლიტიკის ჯუნგლებში მიუძღვებიან. უკვე დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრის რომელიღაც მრჩეველი გაუგზავნეს ზელენსკის იმისთვის, რომ მან რაიმე ზედმეტი არ წამოროშოს და საბოლოოდ არ დაასამაროს თავისი და მისი მენტორების რეპუტაცია. ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტი დონალდ ტრამპი კი აცხადებს, რომ მოლაპარაკებების პროცესში რაიმე არსებითი წინსვლა შეუძლებელია, სანამ ის თავად არ შეხვდება რუსეთის პრეზიდენტს ვლადიმერ პუტინს. საუბარია ასევე რუსეთის მიმართ სანქციების გამკაცრებაზე. ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, თუ მოსკოვი ვერ გამოავლენს მზადყოფნას ჩაერთოს ცეცხლის შეწყვეტის შესახებ მოლაპარაკებებში, მაშინ დასავლეთმა უფრო მეტი პოლიტიკური და ეკონომიკური ზეწოლა უნდა განახორციელოს რუსეთზე და დაუწესონ დამატებითი სანქციები.